ამერიკული სტანდარტის და ზუსტი ასლი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მიღებულია. 86 მომხრე 0 წინააღმდეგი პარლამენტმა მესამე მოსმენით ამერიკული ფარას ქართული თარგმანი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი მიიღო. კანონის მიხედვით სუბიექტის უცხოეთის პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება, კანონის აღსრულება კი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება და კანონის განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გამოიწვევს. ფარას ზუსტი თარგმანის ინიცირებამდე პარლამენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი მიიღო, რომელიც სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციისთვის თავის არიდების შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებდა. ეგრეთ წოდებული მდიდარი ენჯოები კი უცხოური ფინანსების გაუმჭვირვალედ დატოვების მიზნით კანონს მიზანმიმართულად არღვევდნენ. გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე კანონპროექტის განხილვის პროცესის ჩაშლას რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO სექტორი ცდილობდა. სურდათ, რომ მოსახლეობა დოკუმენტის შინაარსს არ გაცნობოდა კანონპროექტის დისკრედიტაციის მიზნით და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად საქართველოს მოსახლეობისთვის სენსიტიურ საკითხზე ოკუპაციაზე აპელირება გადაწყვეტეს და დოკუმენტს რუსული იარლიყი მიაკერეს. თან ისე რომ საკუთარი აზრის სამტკიცებლად დამატებითი არგუმენტებიც არ მოუყვანიათ. ამბობდნენ იმასაც, თითქოს ფინანსური გამჭვირვალობა არაევროპული იყო და ის საქართველოს ევროკავშირისგან აშორებდა. უარს ამბობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით მსჯელობაზეც, რადგან იცოდნენ, რომ კანონპროექტში რუსული არაფერი იყო. ამ კანონპროექტის რეალური მიზანი სწორედ ეს არის, რომ მოახდინოს ჩვენ საზოგადოებაში კრიტიკული აზრის დელეგიტიმაცია. შესაძლებელია საქართველოს დაემშვიდობოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, თუ ჩვენ ამ კანონპროექტს მივიღებთ. თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო ირაკლია, დავაი ახლა თავი დამანებე რომ ვლაპარაკობ ნუმერები. თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რო გვითხრან, რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ამ პუტინისტებს დედა უნდა utიროთ, ხალხო, ასე მელაპარაკები. დედა უნდა utიროთ. არ შევარდნე ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადე. ეს არის პირდაპირ კანონი მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპის. ეს არის საზოგადოების, ასე ვთქვათ, შეცდომაში შეყვანა, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თითქოს პირველი არის რუსული და მეორე არის ამერიკული. ორივე არის რუსული. მე ამ შემთხვევაში შინაარსში ნამდვილად არ შევალ. მიზანი იმდენად მძიმე ამ ყველაფრის, რომ მეორე ხარისხოვანია იქ არსებული პუნქტები. დისკუსიაში შესვლა და ეს ჯობია თუ ის ჯობია, ამაზე საუბარი მე ვფიქრობ, მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს. კანონის დისკრედიტაციის მიზნით და მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად ამტკიცებდნენ იმასაც, თითქოს დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ არასამთავრობო სექტორი არსებობას შეწყვეტდა, რაც ბუნებრივია არ გამართლდა. მათ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს. ქართულ NGO სექტორს ფინანსური კრიზისი კი USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით ამერიკის ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ დაუდგა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების ნაწილი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პროექტებს ახორციელებს. შავი ფულის გამჭვირვალობა კი ქვეყანას რევოლუციურ სცენარებს აარიდებს. ფარას ზუსტი თარგმანის ქართულ კანონმდებლობაში ასახვა, რომ საჭირო იყო ეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც დაადასტურა, როდესაც USAID და ნედი ამხილა და ორგანიზაციები დახურა. გარდა აქ ადამიანებისა, რომელიც აბსოლუტურად სახელმწიფოს წინააღმდეგ არიან დაგეშილები, ვინ იტყვის იმას, რომ გამჭვირვალობა რაიმე საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტს არღვევს. პირიქით, მე მგონი სწორედ ეგ არის მთავარი პრინციპი იმისა, რომ სახელმწიფოში იყოს ყველაფერი გამჭვირვალე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანხები შეიძლება შავფულად შევაფასოთ, რომელიც შემოდის და იხარჯება იმ პროექტებში, რომელიც არანაირად არ პასუხობს სახელმწიფო ინტერესებს. ფარა ამერიკული კანონი, რომელიც თქვენ იცით, რომ პირდაპირ თარგმნეთ, შემოვიტანეთ, რატო დადგა დღის წესრიგში, იმის შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან თუ რას აფინანსებდნენ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, სიგიჟეებს, ანტიქართულ პოლიტიკას, რევოლუციებს, LGBT პროპაგანდას, საშინელებებს აფინანსებდნენ. ამის შემდეგ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ქართული კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ, არ იყო საკმარისი და აი ამ ბოროტ ზრახვებს, რომელიც მოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ სწორედ ამერიკული კანონი, რომელიც დღემდე მოქმედებს და დღემდე უზრუნველყოფს, რომ ღია და გამჭვირვალე იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ საკუთარი საქმიანობის ფარგლებს ცდებოდნენ, ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია. ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად მოქმედებენ, აორგანიზებდნენ და მონაწილეობდნენ ანტისამთავრობო აქციებშიც. აღნიშნულს კი დონორების თანხებით აფინანსებდნენ. სწორედ აქედან გამომდინარე ეწინააღმდეგებოდნენ ფინანსურ გამჭვირვალობას, თუმცა ახალი კანონმდებლობისთვის თავის არიდებას ჯარიმებით ვეღარ შეძლებენ.